გამარჯობათ მეგობრებო, გადავწყვიტე დავაკეთოთ ჩანაწერების სერია, სადაც იქნება გოს ამოცანების განხილვა. დავიწყებთ უმარტივესიდან და ნელ-ნელა გავართულებთ. თუ მომავალში დავინახავთ, რომ იქნება დაინტერესება. ეს იქნება ჩანაწერები გოს თამაშის შესწავლის მსურველთათვის. დაახლოებით შეიძლება შევადაროთ ჭადრაკის დამწყები მოთამაშის პირველ ამოცანებს, როგორიცაა ქიშის გამოცხადება, მუქარის შექმნა, მუქარისგან დაცვა, ერთწლიანი შამათები და ასე შემდეგ. YouTube-ზე არის ჩემი რამოდენიმე ჩანაწერი, სადაც მე საუბრობ გოს წარმოშობის ისტორიაზე, ასევე თამაშის წესების შესახებ. აქ როგორც მოგახსენებთ, იქნება განხილვა ამოცანების. ამისათვის დავიწყოთ თავდაპირველად, როგორ ხდება გოსში ქვის მოკლა. წარმოდგენილ პოზიციაში, რომელსაც ეხლა თქვენ ხედავთ კადრში, შავების ქვა, ეს ქვა არის მოკლული. საერთოდ, ოდესაც დაიდება დაფაზე ქვა, მას აქვს 4 დამე. ეს 1, 2, 3, 4. დიაგონალზე პუნქტები ეს არ წარმოადგენს დამეს, რომლებიც ხაზებით არაა შეერთებული. თუ თეთრები ითამაშებენ ასეთ ცვლას, 1 დამე მოაკლდა, შემდეგ თუ ასეთ ცვლას, დარჩება 2 დამე. შემდეგ თუ თეთრები ითამაშებენ ასეთ ცვლას, დარჩება ერთადერთი დამე. ამ პოზიციას ქვია ატარი, რადგან შემდეგ ცვლაზე თუ შავები იგნორირებას გააკეთებენ და არ დაიცავენ, შემდეგ ცვლაზე თეთრები მოკლავენ შავების ქვას. ატარი ეს არის, შეიძლება ითქვას, ჭადრაკის ქიშის ანალოგი. აქ ყველა ხვდება, რომ თუ შავებს უნდათ, რომ მათი ქვა არ მოგდეს, უნდა ითამაშოს ასე. დაგრძელდეს მათი ჯგუფი. შესაძლებელი არა ერთი ქვის ხვდებით ალბათ, არამედ 2 ქვის მოკლა დაუშვათ, ხო? თუ ეხლა შავებმა არ დაიცვეს, მაშინ მათი ეს 2 ქვა მოკვდება. შავებს შეუძლიათ მოუხვიონ, ასე ვთქვათ, თეთრები. თუ შავები არ დაიცავენ, შეიძლება მოკვდეს შავების 3 ქვა. შეიძლება მოკვდეს კიდევ უფრო დიდი ქვათა ჯგუფი და ასე შემდეგ. ამ პოზიციაში ხედავთ 3 ქვისგან შემდგარი ჯგუფი არის შავების, ამ პუნქტს, ეს არის A13, A13 ქვია თვალი. აქაც შეიძლება ითქვას, რომ არის თვალი. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ პუნქტში, რადგან ეს ქვა მკვდება, მოკლულია, ამიტომ ეს სვლა არის ეგრეთ წოდებული თვითმკვლელობა და თვითმკვლელის სვლის გაკეთება, მეგობრებო, აკრძალულია. ეს სვლა აკრძალულია. ახლა დავუბრუნდეთ, თუ თეთრები რიგრიგობით ითამაშებენ ესეთ სვლებს, რომ მოუკეტავენ ყველა დამეს, როგორც ხედავთ 1, 2, 3, 4 და 5 დამე აქვს შავებს. 4 დამე თეთრებმა მოუკეტეს, თუ შავებმა არ დაიცვეს ეს სვლები და რჩება ერთადერთი დამე. ასეთი სვლით შავების 3 ქვა გვდება და თეთრები მიიღებენ 1, 2, 3 პუნქტ ტერიტორიას და 1, 2, 3 ქვას, ესე 6 ქულას ღებულობენ ამ მოკლით. მაშასადა მე აქ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ერთი თვალი საგება არ არის საკმარისი, რომ ჯგუფმა იცოცხლოს. ამ სვლას მე დავარქვი ხელყუმბარის ჩაგდება. შესაძლებელია ვინმე შემოთავაზოს უკეთესი ვარიანტი, იმიტომ რომ ქართული ტერმინოლოგია შესადგენია
და დასახვეწია და ბევრ ტერმინს აქვს ქართული შესატყვისი მოსაზრება. აი, ხელყუმბარის ჩაგდებით, მე ბავშვებს ასე ვასწავლი, ხელყუმბარის ჩაგდებით სამი ქვა გვდება. ეხლა გადმოვინაცვლოთ აი ასეთ პოზიციაზე, მეგობრებო. აი აქ შავების ჯგუფს აქვს 1 და 2 დამე. და იმისათვის რომ ეს ჯგუფი მოგვდეს, 2 ქვა საჭირო. აქაც და აქაც, ანუ 2 დამია და 2 ქვა უნდა დაიდოს, მაგრამ 2 ქვას 2 ქვის დადებას 2 სვლა ჭირდება, 2 სვლას ერთდროულად, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, იმიტომ რომ გოში ისევე როგორც ჭადრაკში და ბევრ სხვა თამაში რიგრიგობით აკეთებენ სვლებს მეტოქეები და გამომდინარე აქედან, აი ეს ჯგუფი არის მუდმივად ცოცხალი ჯგუფი. თუ ასეთი პოზიცია, მეგობრებო, და შეიძლება არ იყოს თქვა თეთრების ქვაც, ხო? შავების სვლა თუ არის, აუცილებლად უნდა ითამაშონ აი ამ პუნქტში. თორემ თუ თეთრებმა აქ მოასწრეს თამაში, მაშინ შავებს ერთი თვალი აქვს, მაგრამ მეორე თვალისთვის ასაგების სივრცე მათ უკვე აღარ რჩებათ. სადღაც დადონ, ვერსად ვერ დადებენ. აუცილებელი გადაუდებელი სასვლა არის. შეიძლება ასეთი პოზიცია იყოს. თუ შავების სვლა აუცილებლად უნდა ითამაშონ აი ამ პუნქტში და შექმნან ორთვალიანი ჯგუფი, რომელიც ცოცხლობს. თუ არა და თეთრები ითამაშებენ ამ პუნქტში და უკვე 2 თვალს შავები ვეღარ ააგებენ. აქედან ითამაშებს თეთრები ითამაშებენ და ჯგუფი 6 ქვა მოგვდება. აქედან ითამაშებენ ასევე შავების 6 ქვა მოგვდება. თუ იგნორირებას გააკეთებენ, თეთრები ითამაშებენ სვლას და მომდევნო სვლაზე უკვე მოკლავენ. თუ შავები მოკლავენ, თეთრები ისევ ჩააგდებენ ქვას, აი ამ 2 პუნქტისგან შედგენილი სივრცე 2 პუნქტიანი. ეს არ არის 2 თვალი, აი ეს 2 თვალია. 2 გადაბმული პუნქტი, ეს 1 თვალია. ამიტომ სარგებლობენ ამით თეთრები, თუ შავები ისევ მოკლავენ თეთრების ქვას, თეთრები მოახდენენ ეგრეთ წოდებული ხელყუმბარის ჩაგდებას. ამას მეორენაირად მე ასევე უკუდარტყმა ჩააგდებენ თეთრები, წირავენ 1 ქვას, ხელახლა ჩააგდებენ და შავების ქვები კვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კუთხეში ასეთი კომბინაციების ცოდნა, იმიტომ რომ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 პუნქტი და 7 მოკლული ქვა 14. 14 ქულა აიღეს აქ შავებმა. ამით დავამთავროთ პირველი ჩანაწერი. მადლობა ყურადღებისთვის.